დამწერლობა, მათემატიკა და საზომი ერთეულები სწორედ შუმერული ცივილიზაციის წიაღში ჩაისახა. ადრე ბრინჯაოს ხანაში, თანამედროვე ერაყის ტერიტორიაზე, მდინარე ტიგროსსა და ევფრატს შორის მდებარე ტერიტორიაზე, შუმერების ქალაქ-სახელმწიფოების აყვავებული დასახლება იყო. სწორედ მათმა გამოგონებებმა მოახდინეს რევოლუცია მსოფლიოში. პირველი და განსაცვიფრებელი შუმერების მიღწევებში არის დამწერლობა. ყველაზე ადრეული სიმბოლოები სავაჭრო საქონლის გრაფიკული გამოსახულებები და რაოდენობა იყო. დროთა განმავლობაში ფონოგრამები, სიმბოლოები, რომლებიც ბგერების აღნიშვნისთვის გამოიყენებოდა, ურუქში, შუმერის უდიდეს ქალაქში გამოჩნდა და როდესაც ლურსმულმა დამწერლობამ გარკვეულ დონეს მიაღწია, ადამიანებმა მისი გამოყენება არასავაჭრო მიზნებისთვის დაიწყეს. შემდეგი გენიალური გამოგონება, რომელიც მათემატიკურ დაკვირვებას და მის აქტიურ გამოყენებას ეფუძნება, არის თვლის სისტემა. შუმერული რიცხვითის სისტემა 6 ათეულიანი იყო, ანუ მის საფუძველს რიცხვის 60 წარმოადგენდა. ისტორიკოსები და მათემატიკოსები თვლიან, რომ შუმერებმა ფუძედ 60 იმიტომ აირჩიეს, რომ მას გამყოფების დიდი რაოდენობა აქვს. თანამედროვე მათემატიკაში 60 პოპულარული გაყოფის სისტემაა. მაგალითად, საათში 60 წუთია, წუთში 60 წამი, წრე 360 გრადუსს შეიცავს, 60 გამრავლებული 6-ზე და ასე შემდეგ. რიგით მესამე მიღწევაა პირველი წამლები მსოფლიოში. უძველესი შუმერული ტექსტი, რომელიც მედიცინას ეხება, შუამდინარეთში 1899 წელს ქალაქ ნიფურში აღმოაჩინეს. თანამედროვე ბაღდადიდან 160 კილომეტრით დაშორებულ რეგიონში. თიხის პირპიტა, რომელზეც 15 წამლის რეცეპტია მოცემული. ძველი წელთაღრიცხვის მესამე ათასწლეულის ბოლო პერიოდით არის დათარიღებული. შეგვიძლია ყველაზე უძველეს ფარმაკოლოგიურ წყაროდ მივიჩნიოთ. დღემდე უკვე გაშიფრული თიხის პირპიტების მონაცემებით შუმერული ექიმები, ისევე როგორც მათი თანამედროვე კოლეგები, ემპირიკოსები იყვნენ. არც ერთ ტექსტში არ არის ნახსენები ღმერთები, დემონები და შელოსვები. მოცემულია მხოლოდ კონკრეტული პათოლოგიები და მკურნალობის მეთოდები. ყველაზე ნიშანდობლივი კი ის არის, რომ სამედიცინო ცოდნა თაობიდან თაობას ზეპირად გადაეცემოდა, ხოლო პირპიტებზე მხოლოდ იმას წერდნენ, რისი დამახსოვრებაც შეუძლებელი იყო. უფრო ხშირად დაავადების მკურნალობის ხერხებს და წამლის რეცეპტებს. მეტალურგია არის უძველესი საქმიანობა, რაც კაცობრიობამ აქტიურად აითვისა განვითარების სხვადასხვა ეპოქაში. ასე პირდაპირ ვერ ვიტყვით, იყვნენ თუ არა შუმერები პირველები, ვინც საერთოდ მეტალის გამოწვრთობა დაიწყო. თუმცა დღემდე აღმოჩენილი არტეფაქტებით ირკვევა, რომ ერთ რამეში ნამდვილად იყვნენ პირველები. ეს ხალხი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც სპილენძისგან სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთების დამზადება დაიწყო. ისინი ამდენლეულით ყველაფერს აკეთებდნენ, შუბის წვერებით დაწყებული, დანებით და საპარსებით დამთავრებული. ამის გარდა შუმერები სპილენძისგან სამკაულს და ხელოვნების ნიმუშებსაც ამზადებდნენ. შუმერი მეტალურგები სპეციალურ ღუმელებს იყენებდნენ, რომელსაც ლერწმით ახურებდნენ, ხოლო ტემპერატურულ რეჟიმს სინფონით არეგულირებდნენ.